მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ რა თქმა უნდა ჩვენი საუბრის თემა ისევ და ისევ იქნება ირანი და ისრაელი და ჩვენ რეგიონში მიმდინარე მოვლენები. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, უბრალოდ მინდა ამ დაყროვებულ, დაჩლუნგებულ საზოგადოებას, რომელიცაც მე დავარქვი ესეთი ებრაელზე მეტი ებრაელები რო არიან რა, ეს ჩვენი შიგ ევროპელები, შიგ ისრაელელები და ესენი წოდო ქართველი სიონისტები, იმიტომ რომ სხვა სახელი უბრალოდ ამ ხალხზე არ მაფიქრდება. დღეს დილიდანვე ინფორმაცია საერთაშორისო პრესაში გავრცელდა ის, რომ აი ებრაელების სხერპლად გამოცხადებული და ირანის ისლამური რეჟიმის აიათოლას მარჯვენა ხელი, მთავარი მრჩეველი სამხედრო საკითხებში, რომელზეც მთელი ეს ებრაელები და მთელი ეს ქართველი სიონისტები ტაშს უკრავდნენ, რომ მოკალითო, თურმე ცოცხალი ყოფილა. მე ვამბობდი ამას ერთ-ერთ ჩემს წინა ლაივებში, რომ საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ეს გენერლები ცოცხლები იყვნენ თქვა და თურმე ცოცხალი ყოფილა. და ყველას ჭიროდა რომ მტარი იყო. რა ვქნათ ახლა, ბებია, მტარი გაცოცხლდა, თუ რაშია საქმე. საქმე არის ძალიან მარტივად რა. ომის დროს ვრცელდება ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, ტყუილი ინფორმაცია, ესა ჩვეულებრივი წესი, ომის წესი არის დეზინფორმაციის საშუალება, საინფორმაციო ომის მოგება, რომელსაც პროპაგანდის ხასიათი გააჩნია და აი ამ ყველაფრის შედეგი არის ეს. და ჩვენ დებილებს გონიათ, რომ ირანი აღარ არსებობს, ბირთვული პროგრამა არ არსებობს, ცა განადგურებულია, ესა, ისა და ჰაი, ლამისა ტაშპანდური აქვს გამართული. გქონდათ ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროს, მაგრამ რაღაცა ბოლო დროს შეიცვალა ამათი რიტორიკა, ეს ბოლო 2 დღე არის, იმიტომ რომ მალაო, მაგრამ ჭირმათავი ვერ დამალაო, საქმე იმაში არის, რომ ისრაელის მიმართულებით ირანმა გუშინ გაშვებული რაკეტების 100 რაკეტა ჩამოაგდო, იმიტომ რომ მაგათი ნაქები რკინის გუმბათი და ანტისარაკეტო სისტემა ვერ უმკლავდება იმ იერიშებს, რა იერიშებიც არის, რა იერიშებიც ხორციელდება ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით და ძალიან დიდი პანიკა არის ისრაელში ატეხილი. ახლა ვეღარ ვხედავ მე თელ-ავივის რესტორნებში ლაივების ჩაწერას და აქ ჩვენ არაფერი არ გვჭირს და რას გვიგონებ და ასე შემდეგ. ხელის გულზე ჩანს, ამას არ ჭირდება ეს ყრუსთავი ორის და იმის ტევე პირველის და ამათი ზღაპრების გავრცელება, რომლებიც რუპორები არიან. არ დაუჯეროთ ამ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება. როგონია რომ გადამოწმებული არის, ისიც შეიძლება ბევრი ტყუილი აღმოჩნდეს. უბრალოდ ფაქტებს შეხედეთ და ფაქტებიდან გამოიტანეთ დასკვნა. აი ეს წივილ-კივილი რო იყო და ტაშპანდური რო იყო ატეხილი. სადა ახლა რატო არავინ არ ტაშპანდურობს ისრაელიდან? ლაივების ჩაწერაც რომ ლამის აკრძალული არის და ვიდეოების გადაღება და იმიტომ რომ ცუდათაა საქმე. ძალიან ცუდათ აქვს საქმე, იმხელა ლუკმას წაეპოტინენ, რისი გადაყლაპის საშუალებაც არ გააჩნიათ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ისრაელს თავის დროზე ახლა არ დაეხმარენ და არ იქნა თავდაცვითი იარაღი, რომელსაც პრინციპში ახორციელებს შეერთებული შტატები თავდაცვითი იარაღის მიწოდება, თვითონ თქვენს რო 2 კვირის მანძილზე ვიფიქრებთ ჩავერთოთ თუ არა ომშიო. თუმცა ესეც არავინ იცის რა იქნება და როგორ იქნება, ისრაელი როგორც სახელმწიფო საერთოდ გაქრება პირისაგან მიწისა. ასია ეს. და ბარეული დებილი რო გამოდის და რომ იძახის, რომ სულიერ ლიდერს მოუკლავთ, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ, ჯერ სად გაგონილა ასეთი ომის წარმოების ასეთი მეთოდი, აგერ ვინმეს არ ეგონოს, რომ ახლა რუსეთზე ვამბობდი დადებიც ან რაღაცას, მაგრამ ამდენი ხანია ომი მიმდინარეობს და ზელენსკი ამ 1000 რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ზელენსკის მოცილებაზე არ უფიქრიათ რუსებს და ხამა თურმე ესე იგი მეცნიერები შეუძლია მოკლან, სულიერი ლიდერები შეუძლიათ მოკლან, თურმე ეს ყველაფერი ამათთვის თურმე დაშვებულია ყველაფერი რა, მოსული პონტია. და გაცშვილმა პასუხი არ უნდა მოთხოვოს, იმიტომ რომ ებრაელები არიან, მაგრები არიან.
ვინმეს წარმოუდგენია ახლა ისეთი დებილიზმი, რომ ახლა კიდეც რომ გქონდეთ ამათ შესაძლებლობა სულიერი ლიდერის მოკლის. ვინმეს წარმოგიდგენიათ ახლა რომ კათოლიკებს მოუკლას ვინმე რომის პაპი. ელემენტარულ კითხვას გისვამთ. რომ კათოლიკებს ვინმე მოუკლას რომის პაპი და მთელი კათოლიკური სამყარო როგორ იმოქმედებს. და რატო გგონიათ თქვენ რომ შიიტებს რომ მოუკლათ სულიერი ლიდერი, როგორ იმოქმედებენ შიიტები? მთელი რეგიონის მასშტაბით. ჯერ მოუკლავთ თუ არა კიდე საკითხავია. აგერა თქვენი მოკლული გენერლები ცოცხლდებიან და პოსტსაც აქვეყნებენ რომ აქ ავარ, ცოცხალი ვარ და ბოლო წუთამდე მზათა ვარ ჩემს სამშობლოს შევეწირო. აი ესე ტყუილში აცხოვრებენ ამ ხალხს და აჯერებენ რომ ეს ასე არის, ის ისე არის. სინამდვილე რაშია? სინამდვილე არის ძალიან ცუდად ებრაელების საქმე. დღეს გავრცელდა ინფორმაცია და ვისაც გნებავთ შეგიძლიათ ჩემი YouTube-ის არხზეც ნახოთ და Telegram-ის არხში შემობძანდით, იმიტომ რომ აქ ვერ ვდებ ყველაფერს, იმიტომ რომ ცენზურის ქვეშ ემთხვევა და ამათაც ეს უნდათ რომ გამიბლოკონ და გამისაჩივრონ გვერდი და ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ ნახოთ. გავრცელდა ინფორმაცია კი არა, პირდაპირ იყო აქცია გამართული ებრაელების ესე იგი მიტინგი, რომელ მიტინგზეც ებრაელი ხალხი ბოდიშს უხდის ირანს და ითხოვს სასწრაფოდ ამ ომის შეჩერებას. აი შეგძანთ აგერ ჩემი YouTube-ის არხზე არის, ვისაც გაინტერესებთ და იხილეთ ეს ვიდეო, სადაც ნორმალური ებრაელები აცნობიერებენ რა უბედურებაში გაყო თავი ნეთანიაჰუმ და მისმა რეჟიმმა და რა შეიძლება მოხდეს. ეს ნორმალურებზია ლაპარაკი და ეს არ არის ესა რა ქვია ყველა ებრაელი სიონისტი და არც ყველა სიონისტი არის ებრაელი. ამის თქმა მინდა. აი ეს დასწირებული, ეს დაქინძებული, დაჩელუნგებული, დადებილებული ჯორჯიელები, რომლებიც ტაშს უკრავენ ამ ყველაფერს და თან იმას ქრისტიანობით რო გელაპარაკებიან, რომ აი შაჰაბასი ქაურ ქართველ ებრაელებს და აქაურამ იმას რა ქვია ქართველ სიონისტებს ბრჭყალებში სიონიზმის ტრაკისა და გჩნირები ხართ ჩვეულებრივი. ესა რა ქვია ენაზე აქვს წამოგებული ის რომ შაჰაბასი. ჯო ებრაელი რომ ასწავლის ჯერ აი იმას თუ მე როგორი ქრისტიანი უნდა ვიყო და შაჰაბასი თუ იყო საქართველოს მტერი, ქართველებსაც ულაშქრიათ ირანში და დაუპყრიათ თავრიზიც, ყაზვინიც და ასე შემდეგ. ეს ვისი ტრაკის საქმე არის, ხო? ვინმე მე ჩემ ისტორიაში ჩამახედოს. და შაჰაბასი თუ ახსენდებათ, ებრაელებმა რო ქრისტე გაყიდეთ და ჯვარზე აცვით და უარყავით, ეს როგორ? და ვინმე ისე ზოგიერთ დაყრუებულს ის მინდა უთხრა, რომ ყურანში იესო ძალიან ხშირად მოიხსენიება და მექაშიც არის ადგილი იესოსთვის. და მუსულმანები იესოს აღიარებენ ოღონდ შემდეგნაირად. მის ზებუნებრივ ჩასახვასაც აღიარებენ. რასაც ზოგიერთი ზოგიერთი ვითომ ქრისტიანი არ აღიარებს. ანუ სულიწმინდის მადლით ჩასახვას და გაჩენს, ამასაც აღიარებენ. უბრალოდ რასაც არ აღიარებენ ესა რა ქვია მუსლიმები, ეს არის რომ ქრისტე მათთვის არის წინასწარმეტყველი და არ არის ღმერთი. აი ესაა განსხვავება. და ამას მე მასწავლის ჭკუას თურმე რა ცუდი არის ესა რა ქვია შაჰაბასის პერიოდი და რა მაგრები არიან თურმე ეს ჰეროდეს და ამათი პერიოდი და დღემდე რო არ აქვს მიღებული ქრისტე. და დღემდე რო ქრისტიანობას და ქრისტეს შეურაცხყოფით მოიხსენიებენ. და აი ესეთ დებილებს რო ჩაუდგებით სამსახურში. უკაცრავად მიმდინარეობს ალბათ ეთერის დახშობა, ძალიან ბევრს უშლის ხელს. ვისი თქმაც მოვასწარი თუ არა, დანარჩენ შემდეგ გეტყვით, როდესაც მექნება მაგის დრო. მეორე და საინტერესო ამბავი. თავად ებრაელებმა თავშესაფარში ნეთანიაჰუს ვაშკაცი, ნეთანიაჰუვიჩი გაიგდეს წიხლქვეშ. წიხლქვეშ გაიგდეს. წიხლქვეშ. იმიტომ დაიწყო იქაც გადაგება.
დაიწყო იქაც გადაგება, რომ თურმე რა მართალი არის მამამისი და რა სწორ პოლიტიკას ატარებს. წიხვეშ გაიგრეს პოლიციამ ძლივს გამოტყავა ხელიდან, ვისაც გაინტერესებს შეგრძანეთ ჩემი ტელეგრამის არხზე და არის მაგის ვიდეო. რა თქმა უნდა, ვერსო, რა თქმა უნდა, ყურანი გაცილებით მეტად მოიხსენიებს და აღიარებს ქრისტეს ვიდრე ესენი. და ეს ჩლუნგები გამოდიან და აქ მე მიწებენ ქართველ ადამიანს ისტორიის სწავლებას და აქ მე ესენი მასწავლიან თურმე შაჰაბასის დრო გავიხსენოთ. არა, მე ის დრო უფრო მახსოვს. 200 წელია ირანი არ დასხმია საქართველოს თავს და არავის არ დასხმია თავს. მე ის უფრო მახსოვს, თქვენ რა გააკეთეთ 2008 წელს, როგორ გვიღალატეთ და რამდენი ვირთხობა გამოავლინეთ ქართველი ერის მიმართ. თქვენ და თქვენმა სახელმწიფომ და დღემდე რო არ გწყვენიათ. ქალბატონო, შეუძლებელია ამ სიტუაციაში ვინმე რაიმე პროგნოზი გააკეთოს. არავინ არ იცის, თუ ძალიან რთული პერიოდია, ახლა ამას ანალიტიკური ცენტრები ვერ წყვეტენ და თვითონ ამერიკელი სამხედროები წინააღმდეგი არიან ამ ომის. ახლა კი არა საერთოდ. საერთოდ ომის დაწყება ასე ჰაერზე არ ხდება, ტრამპი მოინდომებს დაიწყებს, ასე იქნება, ისე იქნება. სანამ რაიმე დაიწყება, რომელიმე კონფლიქტი დაიწყება, ამ ომის წინ იკრიბებიან ისტორიკოსები, ეთნოგრაფები, მეცნიერები, რომლებიც აფასებენ სიტუაციას იმ ქვეყანაში, ისტორიულ პოლიტიკურ ვითარებას და ამის შემდეგ ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება კიდე დახშობა მიმდინარეობს. შეიჭრას და ამის შემდეგ ეძლევათ თანხმობა თუ კი სამეცნიერო წრეები დაასკვნიან იმას, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება შეჭრა განხორციელდეს, შემდეგ გადადის ეს ყველაფერი სამხედროებზე და პოლიტიკოსებზე. და როგორც მე ვიცი და როგორც ეს წამიკითხია, მომისმენია, ბევრი წლების მანძილზე გრძელდება ეს ყველაფერი. ეს თქვენ გონიათ ახლა მოხდა 1996 წლიდან 1996 წლიდან ეს ჩათლახი ნეთანიახუ აჯერებდა მსოფლიო საზოგადოებას იმას და ეუბნებოდა, რომ ორ კვირაში ირანს ექნებოდა ბირთვული ბომბი. ეს იქნებოდა გაეროს ტრიბუნა, სხვა რომელიმე კონფერენციები, სულ წიოდა და კიოდა, რომ თურმე ირანს ჰქონდა ექნება ატომური ბომბი ორ კვირაში. მის მერე გავიდა, რა ვიცი, 20,000 ესა რა ქვია, ორი კვირა, მაგრამ ახლაც არ აქვს ირანს ატომური ბომბი. მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს. ამიტომ, როდესაც მე კითხებით შეიჭრება თუ არ შეიჭრება, ეს ფაქტია, რომ ეს არის ნეთანიახუს და თავიანთი წრეების ულტრა კონსერვატიული ძალა თუ რა ვიცი, რა ქვია, ულტრა მემარჯვენე სიონისტების გადაწყვეტილება, რომლებიც აწარმოებენ დაუსჯელად ყველანაირ ომებს, ყველანაირ უბედურებას, როგორც ისრაელის შიგნით, ასე ისრაელის გარეთ და მათი თავარი ეს არის, რა ქვია, ამოსავალი წერტილი არის, რომ თავის მიზანს მიაღწიონ, ფეხებზე კიდიათ რისპასად და თუ კი შეერთებული შტატები იქნება ჩაბმული ამ ომში, შეერთებული შტატებისთვის ეს ომი იქნება ავღანეთი და ვიეტნამი ერთად აღებული. მსგავსი უბედურებაში, რომ თავი არ გაუყვია. მსგავს უბედურებაში. გამოაცხადეს თალებებმა რაღა იმათმა ირანელებმა, რომ 10 სამხედრო ბაზა მინიმუმ, რომელიც დისლოცირებულია მის ირგვლივ, დაიბომბება აბსოლუტურად ყველა და ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. ამას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. ერთადერთი გამოსავალია გავიდნენ იქედან. ამიტომ ამას შეიძლება ძალიან დიდი უბედურება მოიტანოს. აი იმ ტერორიზმმა, რომელი ტერორიზმიც ხორციელდება ისრაელის როგორც სახელმწიფო სიონისტების მხრიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ირანის მასშტაბით, ახლა უშუალოდ პირდაპირ გადასული, აი ამან დაარღვია აბსოლუტურად ყველანაირი ომის წესი. აბსოლუტურად ყველანაირი საერთაშორისო კანონი. ამათ უნდა გაუვიდეთ. და იმხელა დიდ ძალას დაეჯახნენ, ძალიან კარგად იციან, რასაც დაეჯახნენ, ვინმეს არ კონდეს ესა რა ქვია, წარმოდგენა, რომ არ იცოდნენ სიონისტებმა რა არის ირანი. ძალიან კარგად არიან ამ ყველაფერში გაცნობიერებული, უბრალოდ ამათი ამოსავალი წერტილი არის, რომ ესენი ხო ამათ დაკრულზე უნდა იცეკვას მთელმა სამყარომ. მთელი სამყარო ხო უნდა ცეკვავდეს ამათ დაკრულზე.
დავდებ ქალბატონო ტელეგრამის არხს და ქვემოთაც მაქვს დადებული და შეგიძლიათ შემოგზავნდეთ და ნახოთ. ამათი მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ 10 მილიონიანი ისრაელი ომს ვერ მოუგებს ირანს, ეს ძალიან კარგად იციან, რომ რესურსიც არ ეყოფათ. აი, ელემენტარულს გეტყვით ხალხო. აი, ძალიან ელემენტარულს გეტყვით. ისეთი ტერიტორიულად პატარა ქვეყნისთვის, შეიძლება მდიდარი ქვეყნისთვის, რომელიც საგარეო დახმარებით არსებობს და ყველაფრით. აი, ელემენტარულ კითხვას ვსვამ. იცით ეს ომი რა ჯდება? ვინმე მიცის თითოეული დღე რა ჯდება? 200 მილიონი ყოველი დღე 200 მილიონი ისრაელს უჯდება მარტო ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფა, რომლითაც ირანის რაკეტების ჩამოგდება ხდება. აი იმ რკინის გუმბათის 200 მილიონი, ესაა კოლოსალური თანხა ყოველ დღე. ეს მიმდინარეობს. და პლუს ამას როდესაც ეხმარებიან იქ უკვე მატერიალურ ზარალზე იქ რაც დაიბომბა, როგორც დაიბომბა, რანაირადაც დაიბომბა, ამაზე უკვე საუბარი არა. აი ერთმა დაწერა რომ ტელევიზიებიო არაფერს არ აშუქებენ, არაშუქებენ, იმიტომ არ აშუქებენ, რომ არაფერი არ აქვს გასაშუქებელი. ეს ომის დროს ერთადერთი ნიშანი არის იმის, რომ საქმე არის ცუდად. შემობრძანდით, დიახ, ეს არხი არის ჩემი. და მე გეკითხებით აი დებილ დაქლევებულ ქართველ შაჰიდებს რა, სიონისტებს, რომლებიც აი ასეთი სექტა ქართველებიდან როა დაკომპლექტებული, გინდა ლიბერასტი იყოს, გინდა ეს რა ქვია სიონისტი იყოს, გინდა ვინც გინდა ის იყოს. ბიჭო, ყველა სამსახურში ხართ ჩამდგარი, თქვენი დედა შევეცი მე. აი ოღონ საქართველოს ინტერესში არასდროს არ ახართ ასე. აი ეს ხალხი რომ საქართველოს ინტერესში იყოს ასე და საქართველოს ინტერესებს იცავენ, როგორც ესენი იცავენ ისრაელის ინტერესებს, როგორც ესენი იცავენ თურქების ინტერესებს, როგორც ესენი იცავენ ამერიკელების ინტერესებს, როგორც ესენი იცავენ ევროკავშირის ინტერესებს, ნებისმიერი რჯულის ინტერესებს საქართველოში, მაშინ ჩვენ რა გაგვიჭირდებოდა. მაგრამ არ ვიცი, ეთყობა მხოლოდ და მხოლოდ ფულია ყველაფერი და ვინც ფულს უხდის. აი მოკლედ კიდე დაახშეს ეთერი და ძალიან ბევრი რეპორტები მიდის ალბათ და გამოიწერეთ მართლა ეს ტელეგრამის არხი, TikTok-ი და YouTube-ი და იქეთ მაინც გავაგრძელოთ, იქ ასე მარტივად არ ხდება დაბლოკვა. აი ელემენტარული ეს არა აქვს ქართველებს. ესენი მე ამათ ვერც ქართველებად ვთვლი და ვერაფრად ვერ ვთვლი. ბიჭო, თვითონ ებრაელები ხდიან ბოდიშს ირანის მიმართ და შეწყვიტეთ ომიო იძახიან. თვითონ ებრაელები აღიარებენ რა უბედურება უშიშროების მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამის ხელდახელაა წასული ერთმანეთთან. თქვენ ვინ სიკვდილები ხართ, ბიჭო? თქვენ ვინ სიკვდილები ხართ? აი რა უბედურობის ხალხი ხართ და რა შეიძლება მოყვეს და ზოგიერთი იძახის ვაიმე დაბომბო გაასწორონ ირანი მიწასთან, იმიტომ რომ დრონებს ვერ გააკეთებს რუსეთისთვის. რომ უკრაინა არ დაიბომბოს. საქართველოს რა მოვა, ის არ აინტერესებს. არ დაწერილა ჩემო ძმაო, იმიტომ არ დაწერილა, რომ 100-მდე რაკეტა ჩავარდა. 2/3 მეტი გორკინის გუმბათმა ვერ გადაიჭირა და აი სულ ცოტა ხანში მაგ რკინის გუმბათი საერთოდ გამოვა წყობიდან და მისი რესურსი უბრალოდ არ აქვს ამ პატარა ქვეყანას. ესენი ომობენ სხვისი ტრაგით. სხვისი ხელებით აკეთებენ ყველაფერს. სხვისი ხელებით მოიცილეს სადამ ჰუსეინი, სხვისი ხელებით მოიცინეს იქ სირია, სხვისი ხელებით მოიცილეს იქ ლიბია, ყველაფერს აკეთებენ სხვისი ხელით. თვითონ არიან გვერდზე. მაგრამ ახლა ისეთ რაღაცას თხოვენ, აი როგორც საქართველოს დაღუპავდა რუსეთთან ომში ჩართვა. ახლა ამ მასშტაბებს არ ვამბობ, მაგრამ ისეთი დამღუპველი იქნება ეს ამერიკისთვის. აი ისეთი დამღუპველი იქნება. ჩავწერ მომავალში, ახლა არა მაქვს მაგის დრო და უფრო კომპეტენტურებთან უნდა ჩავწერო ეგ ყველაფერი, დრემე. იმდენჯერ წყდება უბრალოდ დალაგებული აზრებიც მიწყდება რა. აი ეს არის ეს რეალობა არის და ეს ახლა რასაც ირანი აკეთებს და
ამას რომ ისი პროქსი მიემატოს. და აუცილებლად მიემატება თუ ეს საჭირო გახდება და ვინმე სულიერ ლიდერ შეეხება მაგაცას. ჩათვალეთ ქვაზე არ დარჩება. არც ერთი საიდან რატო იომებდა? რატო უნდა ეომა გიგა? როდესაც სადამ ბიჭო რა იყო იცით? საერთოდ აი ამათ აქვს ესეთი პოდლური პოლიტიკა. ის კისინჯერიც ებრაელი იყო, რომელიც ამბობდა, თუმცა ის ჩესნი იყო ბევრ რაღაცაში პირდაპირ ამბობდა, რომ იყო ამერიკის მტერი საშიშია, მაგრამ იყო ამერიკის მეგობარი, ასე სიკვდილოდ საშიში. ირანი ამათვის არის ამოსავალი წერტილი, რომ ირანი დააბრუნონ ძველ დროში. მოსადის აგენტი მიათხოვეს ახლა ცოლად, ოფიციალურად მოსადის აგენტია, მიათხოვეს ცოლად ირანის შაჰის შვილიშვილს. რომ თურმე, როდესაც დაიბრუნებს ტახტს, ეს იქნება მეფე და ეს იქნება დედოფალი. ამათ აქვს ირანის ასე რომ ვთქვათ, დაშლის, დანაწილების და დაქუცმაცების გეგმა. რომ მე ირანის რესურსები ჩაიგდონ თვითონ ხელში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამდე ირანში მოხდებოდა რევოლუცია და მოვიდოდა ის ირანის კონსერვატიული ძალები სათავეში და ირანი მართლა თავისუფალი გახდებოდა და იცხოვრებდა ეს ქვეყანა ისე როგორც უნდა, მისი ქვეყნის მოსახლეობას ცხოვრება. მანამდე ირანი და ისრაელი იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობრები ერთმანეთთან. ირანის შაჰი რეზა ფეხლერი, ბენგურიონი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ერთმანეთს შეიარაღებას აწვდიდნენ, აი იმ ომში, რომელიც 1973 წლის ომი, როდესაც იყო, იქამდე ისრაელებსაც კი აწვდიდა ირანი ისრაელს. და ირანული ნავთობით არსებობდა ისრაელი. როდესაც ბლოკადა ჰქონდა არაბული ქვეყნებიდან იმ ომის შემდეგ. და იყო მშვენივრად და იყო კარგად. და თვითონ ირანის ქონება სახელმწიფო და ხალხის კუთვნილება კი არ იყო, იყო ამათი კუთვნილება. აი ეს უნდათ ამათ. აი ეს ჭირდებათ. და ეს ცალკე თემა არის და მე ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, ღმერთმა ნუქნას რომ ირანი როგორც სახელმწიფო დაიშალოს. ღმერთმა ნუქნას. ვინმეს დებილ ტვინში ესეც შეიძლება მოხარშული არის საქართველოში, რომ რა კარგი იქნება. ღმერთმა ნუქნას რომ ირანი დაიშალოს, ისევე ღმერთმა ნუქნას რომ რუსეთი დაიშალოს. იმიტომ რომ დაშლილი რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენებული რაც იქნება ის, აი მერე მართლა იტირეთ საქართველოს. აი დაახლოებით ეს სიტუაცია არის ირანშიც. იმიტომ რომ ირანის ჩრდილოეთი ნაწილი ეს არის თურქული ტომებით დასახლებული, თურქული ოჯახის ტომებით, რომლებიც უშუალოდ თურქეთს ესაზღვრებიან, გადახვევენ ერთი მეორეს ხელს, ჩაეხუტებიან, დიდი თურანი ჩვეულებრივად განხორციელდება, აზერბაიჯანი და თურქეთი გადახვევს ხელს და მთელი თურქული სამყარო გადაეხვევა ერთი მეორეს, და აი უბედურება მერე ნახეთ. ახლა კიმის რეალობა იქ ცოტა სხვა არის. კიმ ჩენ ინს ვერაფერს ვერ უზამდნენ, იმიტომ კიმ ჩენ ინს მილიტარიზირებული ქონდა ქვეყანა და ყველა იმდენი რაკეტა ქონდა სამხრეთ კორეაზე მიშვერილი, რომ ბირთვული ბომბიც რო არ ქონოდა, ერთ ზალპზე მთლიანად გაანადგურებდა ნახევარ სამხრეთ კორეას და მათ შორის ამერიკულ სამხედრო ბაზებს. და ჩრდილო კორეამ პაკისტანის დახმარებით შექმნა ბირთვული ბომბი. არ არის იმის მტკიცებულება, კიდევ ერთხელ ყველა იმას ამბობს, არ არის იმის მტკიცებულება, რომ არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ ირანს აქვს ბირთვული ბომბი. ბიჭო, აქ საქართველოში ყავს დაყროვებული ხალხი თუ არა? აი, ტელევიზიებში მიწვეული ყავდათ ისრაელის მინისტრი, რომელსაც ეუბნებიან, ბიჭო, რო ჩააცივდით ამ ირანს. ერთი ისრაელის მიმართებაში რო არის საიდუმლო ბირთვული ობიექტები, ეს, ამაზე რატო არაფერი არ ხდება? ამის შემოწმება, მე არ ვიცი, როგორ არიცი, მინისტრი იყავი, როგორ არიცი. ესა ცირკი ჩვეულებრივი. ავტვირთა იმ ვიდეოსაც მე ტელეგრამის არხზე და ნახეთ. ვისაც გაინტერესებთ. საქართველოში იციან, რომ ხარი უნდა დაუჭიროთ ისრაელს. და ყველაზე გულის ამრევი არის ჩვენი ხელისუფლების პოზიცია.
ყველაზე გულის ამრევი, რომელსაც დღემდე არ გამოუხატიათ, არ დაუკავებიათ ნეიტრალური პოზიცია. რამის ტრაკი მაინც გქონდეთ, ბიჭო. რამის ტრაკი მაინც გქონდეთ, თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და თქვენი საელჩოები. აგერ ისრაელის ხელში ჩაგდებულ საიმიგრაციო, სადეპორტოდ გამზადებული ხალხი ვერ ჩამოგხავთ თქვენ ქვეყანაში. ერთი თქვენ დაგეცემოდეთ, ერთად ეს ნაცი და კოცი რო ხართ, ერთად შეკრებილი იმ პარლამენტში იქნებით, თუმცა მართლა თქვენ დაგცემოდეთ ერთი ეს ირანული რაკეტა თავში, რა ვიხალისებ და როგორი მადლობელი ვიქნები. რო თქვენ გაწყდეთ. ერთი განცხადება რა გაკეთებული, რომ ნეიტრალიტეტს იკავებენ. ეთყობა არ უნდათ რომ აწყენიონ იქეთ ებრაელ ძმებს და დებს 26 საუკუნეებს. არ მიმიქცევი აზმაო, მე ახლა არ ვაქცევ მაგის ბიჟუტურს ყურადღებას, იმიტომ რომ მე უფრო ვაქცევ ყურადღებას რა გადაადგილებები ხდება და როგორ ხდება და რანაირად ხდება და იქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება, იმიტომ რომ თვითონ ამერიკული ფლოტის გადაადგილება იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი არის ომის პირზე მიმდგარი. მაგრამ რა ვიცი, ახლა სიმართლე გითხრა, თუ კი ჯანსაღი აზრი აქვს ვინმეს ამერიკაში შემორჩენილი და რა ვიცი, არით იყავთ ეს ტრამპი დაშანტაჟებული, დამოშანტაჟებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე დებილურ ნაბიჯს არ უნდა გადადგამდეს. არ უნდა გადადგას. იმიტომ რომ არავინ იცის უბრალოდ ასეთ შემთხვევაში რა იქნება. და გეუბნებით, ამერიკელებისთვის ეს იქნება ავღანეთი და ვიეტნამი ერთად. მიმატებული ერაყიც თუ გინდა. ეს უბედურებები რაც მოხდა. იმხელა უბედურება იქნება გადააყოლებენ ტრამპს და ყველას ამ ყველაფერს. აღარაფერს ვამბობ იმ ეკონომიკურ უბედურებას და ზარალზე რაც მოხდება, იმიტომ რომ ისრაელს გაუსწორონ, რომ ირანი დაანგრიონ. არ ხდება ძმაო ასე. ყველას თავისი გეგმები აქვს, ყველას თავისი სახელმწიფო აქვს. მაგრამ ძალიან დიდი ინტერესებთან ის მიდის, ჭიდილი მიდის აქ და ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა და ირანი არავის არ ეხვეწება დახმარებას. რატო არ ეხმარებიან ის? არა, შეუძლია ამ ქვეყანას თავი დაიცვას, იმიტომ რომ ამ ხნის მანძილზე რაც ისლამური რევოლუცია მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ სანქციებში იყო მოქცეული, მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინი, რომელიც ზუსტად ამერიკელებმა ზუსტად დასავლეთმა შეაიარაღა და ზუსტად ისრაელის და ამათი ძალების დახმარებით მოხდა ესა რა ქვია ირანში შეჭრა, ირანზე თავდასხმა და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც წააგეს ეს ომი ერაყმა და მისმა მოკავშირეებმა მერე თვითონვე გაწირეს სადამ ჰუსეინი და თვითონვე ჩამოახრჩვეს. აი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის მაგათი პოლიტიკა. ძალიან ღრმა დემოკრატიული და ძალიან ღრმად მოაზროვნე და აი ნუ ახლა პრინციპში რა უნდა გიკვირდეს, ხო? აი ეს ჩვენი გადაგვარებული, გამოსირებული ეს ნაც ლიბერალისტული სასტავი, აბა ვის დაუჭერს მხარს? უღმერთოს, ურწმუნოს, ქრისტიანობის მტერს, რა ვიცი, უტრადიციოს საერთოდ საქართველოს მაგინებელს, სულში ჩამფურთხებელს და ასე შემდეგ. ამიტომ ბარეორს გავახსენებ, რაც ნეთანიაჰუოვიჩს მოუვიდა და რაც ბარეორს მოდის კიდე და რაც ისრაელს ემართება, თუ დროზე არ უშველეს, ან თუ არ გააჩერეს ეს ომი, ან თუ არ მიაწოდეს სასტრაფოდ ძალიან დიდი რაოდენობის იარაღი, რომლითაც თავს დაიცავს და თვითონ თუ არ მიეხმარეს უფრო ინტენსიურად, აი ბარეორს გაგახსენებთ ამ ყველაფერს. ხო, არ ვიცი ქალბატონო, ახლა რამდენი ვალი აქვს და ვისი აქვს და როგორ აქვს. საქმე ერთი არის, რომ ამ ომში თუ გაერია ამერიკა, 35 მილიარდი კი არა, ყველაფერი გადაყვება ამ ყველაფერს. კი, LGBT-ების ოფისებიც
დაიბომბა, LGBT-ების დროშებიც იყო ჩამოკიდებული, ამათი ტრაგედია ეს რაც იყო ახლა თელ-ავივში რაც ჩანდა, ეს LGBT ისენი რა ქვია, დროშები და შენობები წაიქცა და დაინგრა და დემოკრატია ინგრევა ახლა ახლო აღმოსავლეთში. გაიხარეთ მადლობა. პოზიცია არის ჩვენი ერთი. ეს არ არის ჩვენი ომი, ეს არ გვაინტერესებს. თვითონ ებრაელები იძახიან, ბოდიშს უხდიან ირანს და თვითონ ებრაელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. ბოდიში ირანო შეწყვიტეთ ომი. ნორმალურ ებრაელებზე მაქვს მელაბარაკი. ქართველის ომი რატო არის? ბიჭო, ქართველი, რატო უნდა მონაწილეობდეს? ქართველს რატო უნდა უხაროდეს? რომელი ერთი არის ჩვენი ისა რა ქვია მოძმე, ერთი არის ისტორიული დამპყრობელი და მეორე არის ქრისტეს და სარწმუნოების და ყველაფრის მტერი ჯვარზე გამკრელი და ათასი უბედურების გამკეთებელი. ჩვენი სარწმუნოების ქრისტიანობის მტერი. რომელი მხარე უნდა დაიკავო? მარჯობია დაჯექი და უყურე როგორ შეჭამენ ერთმანეთს. ამის ტვინი არა აქვს. მაგრამ ის LGBT ორგანიზაციები, ის სოროსის ფონდი, ვინაა სოროსი? ებრაელია. პირწავარდნელი ებრაელია. რომელიც ატარებს ზუსტად იმ გადაგვარების პოლიტიკას, რაც სიონისტებს აქვს. ებრაელის გარდა არავის არ უნდა გქონდეს ადათი, წესი, ტრადიცია და ასე შემდეგ. და ესენ ამათ აჭმევთ სოროსი და ეგეთ ბაია პატარაიას და ფუჩუს გამოლევიათ ფული თურმე არა აქვთ ახლა რა ქნან და თურმე ამდენი ატეხილი ძუკნა თურმე უკაპიკოთ რჩება და ახლა ალბათ უარესად გამოვლიან ქუჩაში და დაიწეყვნენ კივილს, ჩემი ფუჩუ, ჩემი არჩევანიო და ასე შემდეგ. არ ვიცი, არ გამიგია 1000 თეორია არსებობს და უამრავი რაღაცა არის ახლა. ისრაელის ბირთვული პროგრამა ეს არის პირდაპირ ამერიკიდან საჩუქრად მიღებული ბირთვული ბომბი, რომელიც ისრაელის საფრთხის შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ისრაელი ერთ-ერთზე რო დარჩეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დღესდღეობით არც ის ბირთვული ბომბი არ უშველის. არ უშველის. ისრაელს ახლა უფრო კიდე აკავებს რა? აკავებს ის, რომ შეერთებული შტატები და არაბული სამყარო ერთმანეთთან არიან ვაჭრობაში. ავტობის ტრილიონებზეა იქ საუბარი. და აქედან გამომდინარე. არაბული სახელმწიფოები ხუჭავენ თვალს, იგივე კატარი, იგივე ბაჰრეინი, იგივე ემირატები, იგივე საუდის არაბეთი ხუჭავენ თვალს იმ ყველაფერზე, რაც ხდება იმაში, რა ქვია. ღაზაში და არა მარტო ღაზაში. არაბების მიმართებაში. ამით არიან გაჭირებული ფულით. ეს ფული რო არ იყოს, მე ნახეთ რა იქნება. არ ვიცი, ძალიან ბევრი თეორია არის და ახლა როგორ დავეთანხმო იმას, რომ თურმე შესაძლებელი არის ისა რა ქვია ისრაელმა დაბომბოს ყველა დიდი ქალაქი თავისი ტაქტიკური ბომბით. ეს არ ჯდება ლოგიკაში, არ აქვს მაგის შესაძლებლობა. იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს ისრაელს, რომ ბირთვული ბომბით რო გამოიყენოს, ის რაც ტაქტიკური ბირთვული ბომბი გააჩნია, ირანის ბირთვული პროგრამა გააჩეროს. იმიტომ რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეს არის მთებში გაკეთებული მიწისქვეშა დაახლოებით 90 მეტრის სიღრმეზე გათხრილი უზარმაზარი ბუნკერები, სადაც ხდება ამ ბირთვული პროგრამის განხორციელება. ამას თავის დროზე ამერიკელებიც აღიარებდნენ, ებრაელებიც აღიარებდნენ, ებრაელი სამხედროებიც ამბობდნენ, რომ შეუძლებელია ისრაელის არმიამ გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა. იქამდე ის ამერიკული 14 ტონიანი მეგაბომბები, რომლებიც არის რომ შეუძლიათ გაანადგურონ, ისიც არ არის მაგის გამკეთები. ხაიფას ბეთქავენ, იმიტომ ბეთქავენ, რომ ხაიფაში ძირითადად
ენერგეტიკული ცენტრი არის. ენერგეტიკული ცენტრი არის მაგათი და თვითმფრინავი იქნება თუ ტანკი იქნება თუ რამე იქნება, ყველაფერს ჭირდება ენერგია და საწვავი. ამიტომ არის რომ ამერიკელებიდან მოითხოვეს და გამოუგზავნეს ეს აუზები, რომელი აუზებით ჰაერის ბენზოკოლონკებია, ასე რომ ვთქვათ, მოძრავი, რითაც ხდება შევსება ისრაელის თვითმფრინავების. თორე ისინი ვერ გაძლებდნენ უბრალოდ. ეს სხვათა შორის საბერძნეთში იყო ბაზირებული, გადმოფრინდნენ და იქედან და არ შეიძლება საბერძნეთსაც არ დაადგეს კაი დღე. იმიტომ რომ ირანი არავის არ დაინდობს, ვისგანაც პრობლემა იქნება. ასეთები არიან, ქალბატონო მაია, ახლა რა უნდა ესაუბრო, აი ესეთ ესა რა ქვია, ასეთ უთავმოყარეო ადამიანს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის, ადამიანმა, რომელმაც არც მისი რელიგია იცის, არც მისი განათლება არ აქვს, ელემენტარული საზოგადოებრივი განათლება მიღებული, არის მარტო ცხოველივით გადაქცეული, ჭამოს სვას და იძინოს და მოინელოს ეს ვიტალური გრძნობები. ვიღაცა ყავს ახლა ისრაელში, მუშაობს, ფულს უგზავნის და ამიტომ ურჩევნია ისრაელი მთელ ქვეყანას. ამიტომ უძვრებიან ერთი მეორეს უკანალში. თავმოყარეობა იმას არ აქვს, ზნეობა იმას არ აქვს, მორალი იმას არ აქვს, არაფერი არ აქვს. მოკლედ რთული პერიოდი არის და მე ვფიქრობ, რომ აი მართლა არავინ იცის, თუმცა ეს შეიძლება დღეს არის ასე. მონები, დღეს არის ასე, ხვალ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. აქ ყოველ წამწუთს შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. ყოველ წამწუთს. უბრალოდ ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე აი ეს რუკა, რომელიც ზოგიერთისთვის გასაგები უნდა იყოს თუ რას წარმოადგენს ირანი გარდა ნავთობისა, გარდა ენერგეტიკული გაზისა და დერეფნებისა, ირანი არის ერთი უდიდესი კვანძი. ენერგეტიკული, როგორც ენერგეტიკული დერეფანი, როგორც ასევე სატრანსპორტო დერეფანი და ასე შემდეგ დააკვირდით. რუსეთი, თურქეთი, ინდოეთი, პაკისტანი, აქ კიდე შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, ყველას ტრანზიტირება, ყველა ტვირთების ტრანზიტირება ან ხორციელდება ირანით, ან და უნდა დაემატოს კიდე ამ ყველაფერს მით უმეტეს ჩრდილოეთის სამხრეთის ისინი, ასევე საზღვაო პორტები. ახლა ირანი რო გაქრეს და განადგურდეს, ან შეიცვალოს სხვა რეჟიმი მოვიდეს ირანში, რომელიც გახდება ჩინეთის და რუსეთის და ამ იმგენის და იქნება low რეჟიმი, რომელიც ამათ უყვართ. მთელი ეს ენერგეტიკული დერეფნები დაიხურება, მთელი ეს სატრანსპორტო კვანძები დაიხურება და საწვავი ავარდება ალბათ სადღაც $200-300 ბარელი, რომელიც ჩინეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს, რომელიც ყველაფერს გააჩერებს, გაუბედურებს და ეს ჩინეთი და რუსეთი და ეს ქვეყნები უნდა დაჯდნენ და პირდაღებული უნდა უყურონ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. და ვიღაცა გამოსირებული სოროსის ფონდიდან აღებული რაღაცა 100 ლარის გამო დარბის ქუჩაში და წივის და კივის და ანდა აგერ რა ქვია Facebook-ზე არის და ქართველს არ ინდობს და ესე შემძვრალია ურიების უგანალში. ხო აი ამის ამ საინტერესო ეს არის თვითონ ეს საკითხი, რომ დამავიწყდა უბრალოდ ირანმა თვითონ განაცხადა, ისე ბარეორისთვის რომ ცნობილი იყოს, ირანმა თვითონ განაცხადა უარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების წარმოებაზე. იყო რამდენიმე საუბარი, ეს გუშინ იქნა ცნობილი, ფორსმაც დაბეჭდა და გამოიცა ეს ყველაფერი, რომ ირანის და ამერიკის ხელისუფლებების შორის იყო კონტაქტები, სატელეფონო კონტაქტები იყო. ირანი არის წინააღმდეგი, რაიმე სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს, სანამდე ისრაელი მისას არ მიიღებს.
წინააღმდეგია. იქეთ კი არ ეხვეწება ვინმეს, რომ გინდა თუ არა აქ რო კონდათ აფრიალებული ირანი ხვეწება, ოღონ ხელი მოვაწეროთ, ოღონ გაჩერდეს ეს ომი, აი როგორ დააჩმორეს ირანი, როგორ სინამდვილეში არის ასე. ირანი აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია ნებისმიერი ხელშეკრულების ხელმოწერის, სანამდე არ შეწყდება ეს ისრაელის აგრესია და ისრაელი მიზანს არ მიიღებს. იმიტომ რომ ეს თუ არ გაჩერდება, ახლა ესენი ხვალზე მაინც იგივეს გააკეთებენ. არანაირი პროგრამით არ ვსტრიმავ ჩემო ძმაო, Facebook-ის ვიდეო ლაივი მიმყავს ჩვეულებრივად. მე რამე დამატებით რამეებს არ ვკიდებ ხელს. იყო სხვათა შორის შეთავაზება, არ ვიცი რამდენად იქნება ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დიდად ვერაფერს ვერ ამბობენ და ვერ გამოხატავენ, ვითომ საფრანგეთის შუალედურ პოზიციას იჭერს, საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხვედროდნენ ციურიხში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელზე თავდასხმაც სხვათა შორის აღკვეთილი იქნა. არ ვიცი, შედგება, არ შედგება, რა იქნება და როგორ იქნება, ასე. ფაქტი ერთი არის ნამდვილად. ისრაელი ეს არის უკვე კაცობრიობის პრობლემად იქცა ეს ქვეყანა, თავისი ნეთანიაჰუს დამპალი რეჟიმით, თავისი ერის პრობლემა იქცა. ებრაელი ერის პრობლემა იქცა, მისი გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ყველა გადაიკიდა ირგვლივ, აბსოლუტურად ყველას აქვს მიზეზი ისრაელთან და ებრაელთან სისხლისღვრის და უბედურების, დაგეშა ეს ხალხი იდეოლოგიით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ამათ ურტყას თავში და იყოს თვითონ იჯდნენ და გემრიელად სვან და ჭამონ და ესა რა ქვია ამ დროს რკინის გუმბათმა დაიცვას და ავიაციამ ბომბოს ირგვლივ და გულაობდნენ და აი ესა ერთადერთი გამოსავალი და აი ამ პოლიტიკით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ისრაელმა იცხოვროს, საკუთარი ერი დააყენა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, თქვენ რო იყოთ რომელიმე, აი ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე ქვეყნის შვილი ვიყო, რომლისაც ავარ, იმით ავარ ბედნიერი, მაგრამ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თავი. ართ ირანელი. აქვთ უდიდესი წარსულის და კულტურის სახელმწიფო. გაქვთ უმდიდრესი ქვეყანა. გაქვთ უდიდესი საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პოტენციალი. და როგორც ქვეყანას განვითარების საშუალებას არ გაძლევენ. თუ სანქციები, თუ ტერორისტული აქტები, თუ ყველანაირი ობსტრუქცია და დივერსია და გააქვს ამ ყველაფრის საშუალება. რომ ერთხელ და საბოლოოდ დაასრულო ეს ყველაფერი. ვინ ჩემი ფეხები არის ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც სიტყვაზე უწყვიტავს ვინმეს ან ისრაელი, რომ თქვათ არაბებმა უნდა გაყიდონ თავიანთი ნავთობი და სხვამ არ უნდა გაყიდოს. თორემ თუ ვინმე თუ გაყიდის ის ხო სანქციების ქვეშაა და თუ ვინმე იყდეს ისიც სანქციების ქვეშაა. ვინ ჩემი ფეხები არის ისრაელი, რომელსაც თურმე აქვს უფლება, რომ კონდეს ბირთვული იარაღი, ყველას ურტყას თავში, ისე რომ თვითონ არ შექმნას და სხვას უბრალოდ ბირთვული ტექნოლოგიების საშუალებაც არ აქვს. აი ვინ არიან ეს ხალხი? რას წარმოადგენენ? ისინი ასეთი ჩაჩმორებული აზროვნებით კი არ არიან გაზრდილები. ისინი არიან გაზრდილები ზუსტად იმ იდეოლოგიით, რა იდეოლოგიაც მოუტანა ის ამიმან, რა ქვია, რევოლუციამ ამათ. ისინი არიან აღზრდილები, რომ ირანი, რომელიც იყო ერთ-ერთი უდიდესი იმპერია, სხვათა შორის დიდი წვლილი აქვს ებრაელების განთავისუფლებაში ბაბილონში და დასახლებაში, იქ სადაც არიან დასახლებულები და დაბრუნებული და უამრავი რაღაცა, უნდა გახდეს ისევ ძლიერი. თუ ყველა ქართველს ელანდება ნიკოფსიდან და რუბანდამდე საქართველოს, ირანს არ აქვს უფლება, რომ ძლიერი სახელმწიფო კონდეს? და ფეხქვეშ უნდა გაუწვეს ამ იმას, რა ქვია? ამ მახინჯ ნეთანიაჰუს და ამას არ გაუწვება. არ გააკეთებს. ირანის ისლამურმა რევოლუციამ წაიკითხეთ რა მოუტანა ირანს. მოუტანა თავისი ქონების ნაციონალიზაცია, რეალური დამოუკიდებლობა და საკუთარი ბედის გადაწყვეტა, დემოგრაფიული აყვავება, იმ 100 მილიონი და 70% ახალგაზრდებია სულ.
მეცნიერების განვითარება, განათლება უფასოა, ჯანდაცვა უფასოა. Რომ დაცინით პირი რო გაქვთ დაღებული იმაში, რა ქვია, ირანი ჩამორჩენილი. ჩამორჩენილი კი არა, ერთ-ერთი ინოვაციური ქვეყანა იყო სამხედრო დრონების, საერთოდ დრონების. დღეს რო ყველა იძახის, ჯერ კიდე ირან-ერაყის ომის დროს დაიწყო ირანმა დრონების გამოყენება. და უამრავ სხვა რაღაცაზე. და ეგ უნდა დააჩმორდნენ თურმე და ისა რა ქვია, ისრაელმა უნდა იძახოს და იმან ამერიკამ და იმან უნდა იძახოს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. და ტერორისტული სახელმწიფო ბირთვული ბომბით როგორ შეიძლება? ისრაელზე და ამერიკაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფო საერთოდ დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ხო და აი, ხო გააღვიძეთ ის დაძინებული ლომი. და ახლა მიდით და მოუარეთ. და კახპაქალებივით ნუიქცევით რა ისა. პროვოკაციას რომ მოაწყობენ და მე კაცთან რომ მოვარდებიან, შეურაცხყოფა მომაყენაო და წადიო და ისო რა ქვია, გაეცი პასუხი. აი ასე იქცევა ისრაელი დღეს. კარგი დაგემშვიდობებით ახლა და აი ეს რეალობა არის. საერთოდ საქართველოში საინფორმაციო ველი არის აბსოლუტურად დაბინძურებული, აბსოლუტურად კონტროლირებადი, აბსოლუტურად გადახდილი, ანაზღაურებადი ჯიბის ექსპერტებით. სავსე ერთ ორ ადამიანს თუ ამოარჩევ, ვინც ნორმალურად აზროვნებს. იმიტომ რომ რეალური ინფორმაცია რაც მიმდინარეობს და ვინც ამით დაინტერესებულია, ყველა კარგად ხედავს, რომ საერთოდ გარტყმაში არაა ის, რაც ხდება, რასაც ტელევიზორში საქართველოში აშუქებენ. და რასაც საკუთარ მოსახლეობას ეუბნებიან, რა უბედურების წინაშე შეიძლება იდგეს ქვეყანა. შეიძლება მომენტში ჯობია რომ არ იცო. კარგად წამდებით.